ჯავახიშვილის ქუჩაზე საორიენტაციოდ რომ გითხრათ, სულ ცოტა ხანში მივუახლოვდებით ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალურ მუზეუმს. აქციის მონაწილეები ძალიან მშვიდად და კონსტრუქციულად მიდიან ტროტუარის გამოყენებით და ცდილობენ რომ კანონის დაცვით გააგრძელონ მათი საკუთარი პროტესტი. განცა ჯობავას ხედავ და ახლა განცას მოусმენთ. განცა თუ შეიძლება ამ შეზღუდული სამოძრაო არეალის პირობებში უნდა დაგისვა რამდენიმე კითხვა. ვითხარი ამ მოძრავ მარშებზე როგორი სიცოცხლე, როგორი მუხტი შეძინა ამ ყველაფერმა საპროტესტო მოძრაობას. მოძრავი მარშები იქცა აი ამ პროტესტის ღერძად ძარღვად შეიძლება ითქვას და მერვე ფშილის რეჟიმსაც ყველაფერი. თუმცა მე ვფიქრობ რომ თავად გამოიწვიეს ეს ახალი სუნთქვა ჩვენი პროტესტის, როდესაც აგვიკრძალეს რუსთაველზე ჩვენი ტრადიციული პროტესტი და შეგუზღუდეს მაქსიმალურად. რა თქმა უნდა, ამ მარშების დროსაც ცდილობენ რომ დაარჩინონ ხალხი ადამიანების დაჭერით, რომ ყოველდღურად ველოდებით იმას, რომ შეიძლება ყოველწუთიერად სრულიად უდანაშაულო ადამიანები ტროტუარებიდან მოიტაცონ. მაგრამ რა თქმა უნდა, ამას არავინ არ უშინდება. თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ საზოგადოება არ უნდა მიეჩვიოს, რომ აი ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ადამიანების ასე უსაფუძვლოდ და უკანონოდ განაცემა. ამიტომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ყოველდღიურად რეაქცია ამ უსამართლობაზე. პროტესტი კი გრძელდება მიუხედავად იმ ყველაფრისა, რასაც ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა უსმენდით განცა ჯობავას. და როგორც გითხარით, ჩვენი სამოძრაო არეალი არის საკმაოდ შეზღუდული, რადგან მარჯანიშვილის ქუჩის განაშენიანებიდან გამომდინარე ძალიან პატარა ტროტუარებია და აქციის მონაწილეებს უჭირთ გადაადგილება. პოლიცია მათ არაძლევს საავტომობილო გზაზე გადაადგილების საშუალებას. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ვართ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალური მუზეუმის მიმდებარე. ძალიან მალე აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ პარლამენტთან და პროტესტს გააგრძელებენ. მანამდე კი როგორც ჩანს გრძელდება დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ახმაურება. ახლა მათ მოიცვეს სრულიად მარჯანიშვილის მოედანი, ჯავახიშვილის ქუჩა, წინამძღვრიშვილის ქუჩა და ახლა ასე ამ შეძახილებით და ხმაურით მიემართებიან დედაქალაქის მთავარი გამზირისაკენ.